მოგესალმებით. ამ ვიდეოში ვნახავთ, როგორ შეუცვალოთ კოსტუმი პერსონაჟს და როგორ გადავაადგილოთ ის შემთხვევითი მიმართულებით. როგორ გავამუდმივოთ ეს მოქმედებები. პირველ რიგში შევცვლი პერსონაჟს და წავშლიკათ ის სპრაიტს. გადმოვიტანოთ ბურთი, ბიბლიოთეკაში მოვწმოთ ბურთი და პირველ რიგში შევამოწმოთ, რომ კოსტუმში გვაქვს განსხვავებული ფერის ბურთები. დავბრუნდეთ კოდში და მოდით პირველ რიგში ავირჩიოთ ფონიც, ავირჩიოთ Blue Sky და მოდით გადავინაცვლოთ ალგორითმის შექმნაზე. პირველ რიგში ჩვენ დავიცოდეთ, რომელი ღილაკით გვინდა, რომ დაიწყოს სამშობლოში ჩვენმა სპრაიტმა ბურთმა მოქმედება. მაგალითად, თუ ჩვენ გადავალთ ივენტში და გადმოვიტანთ აი ამ ბლოკს, თუ დავაწყობთ დროშას, ალამს, ამ შემთხვევაში გაიშვება ის ალგორითმი, რომელსაც შემდეგ ავაწყობთ ამ ბლოკის ქვეშ. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მე მჭირდება, რომ ღილაკზე დაწყაბებით გაიშვას რომელიღაც მოქმედება, მაშინ ავირჩევ ბლოკს when space k pressed. როდესაც ვაწყობთ space, ანუ hars გამოტოვების ღილაკს. კარგი, თუ ჩამოვშლით, ნახავთ, რომ გვაქვს მრავალფეროვანი არჩევანი, როგორც ციფრები, ასევე ასოები, ნებისმიერი ღილაკით გვაქვს, ანუ ნებისმიერ ღილაკს დაწყაბებით გაიშვება ეს მოქმედება, რაც რა თქმა უნდა ახლა არ გვაწყობს ნამდვილად, რადგანაც როდესაც მრავალი სპრაიტი გვაქვს და ყველას თავისი ალგორითმი აქვს, მაშინ უკვე ძალიან შეგვეშლება ხელი. ასევე გვაქვს მიმართულების ისრები და რა თქმა უნდა space. დავტოვოთ space, მოდით ჯერ გადავინაცვლოთ და გადმოვიტანოთ კონტროლიდან ციკლი, ანუ მუდმივი ციკლი გადმოვიტანოთ. ციკლი არის რაღაც მოქმედება, რომელიც მუდმივად მეორდება. ან დროებით მეორდება, ანუ განმეორებითი მოქმედება. ეს არის მუდმივი მოქმედება. ახლა გადავინაცვლოთ გარეგნობაში, ანუ ბოქსში გადავინაცვლოთ და გადმოვიტანოთ ბლოკი next costume. აი ასე. ნახოთ რა გამოვიდა. შევაჩეროთ. ახლა გადავინაცვლოთ გადაადგილებაში, ანუ motion ჩანართში და გადმოვიტანოთ go to random position, ანუ გადაადგილდეს შემთხვევითი მიმართულებით. მოდით ვნახოთ ჩამოსაშლელ ვარიანტებში რა გვაქვს. mouse pointer. mouse pointer ნიშნავს, რომ ისრის მიმართულებით იმოძრავებს. ანუ საერთოდ წავყვათ ისარს, ამ შემთხვევაში ჩვენი სპრაიტი ბურთი გახვება სწორედაც ჩვენს მოძრაობას. ანუ ისარს საერთოდ წავყვათ, მაგრამ მოდით დავტოვოთ random position. და დავიწყოთ. აი, random position გადაადგილდა. მაგრამ აქ ხა ერთი ნიუანსია, ძალიან სწრაფად გადაადგილდა. და ფერებსაც რა თქმა უნდა სწრაფად იცვლის. ახლა გადავიდეთ control-ში და პირველი ბლოკი weight-ი გამოვიყენოთ. გადმოვიტანოთ და ჩავსვათ ციკლში forever, მუდმივ ციკლში და ხელახლა შევამოწმოთ. 1 წამის მოცდა ცოტათი ნაკლებად საინტერესო. მოდით შევცვალოთ, მოდით ჯერ დავაპაუზოთ და ახლა შევცვალოთ ეს ერთიანი. დავშალოთ და დავწეროთ 0.2. 0.2. აი ასე. ანუ შევამცირებ დრო. ახლა დავაწვეთ აი ამ space და ნახოთ რა გამოვიდა. შედარებით საინტერესო სიჩქარეა. ეს იყო ჩვენი დღევანდელი ვიდეო გაკვეთილის თემა, რომელიც აინტერესებდათ ბავშვებს. გამოიწერეთ არხი, რომ ნახოთ შემდეგი ვიდეოებიც. თუ გექნებათ შეკითხვა, ან გაქვთ რაიმე თხოვნა, შეგიძლიათ მოიწეროთ ელექტრონულ პოსტაზე, ან დაწეროთ კომენტარები ვიდეოს ქვეშ. გამოიწერეთ არხი, გააქტიურეთ ზარის ღილაკი. დროებით.